არსებობს ბავშვთა აღზრდის 17 ოქროს წესი, რომელსაც ნელ-ნელა გაგაცნობთ. პირველი წესი ბავშვთან ურთიერთობის ეს არის ასეთი. თუ ბავშვს გამუდმებით გავაკრიტიკებთ, ის ისწავლის ზღვის განკითხვას. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმაზე, რაც ბავშვს კარგად გამოსდის. ყოველთვის ვიპოვით ასეთ რამეს, რაზეც შეიძლება შევაქოთ ბავშვი, მივუთითოთ, რომ ის რაღაცა კარგად გამოუვიდა. მუდმივად ჩვენ იქნებით რაღაცნაირად ჩასაფრებული, რომ გავაკრიტიკოთ ყველაფერს, რომ ეს არ ვარგა, ეს კარგად არ გამოგივიდა. ის დავასწავლით ამას ბავშვს, მას ხალისიც ეკარგება შინაგანად, რომ სწონდეს თავისთავი, განვითარებისკენ წავიდეს და აუცილებლად ისწავლის იმას, რომ სხვა ადამიანებშიც უფრო ნაკლი დაინახოს, ის დაინახოს, რაც არ გამოსდის ადამიანს, იმის ნაცვლად, რომ დაინახოს ყველაფერი ის, რაც სიკეთეა ადამიანში. ყველა ადამიანში არის კარგი, რაც შეგვიძლია მისგან ვისწავლოთ და ჩვენ დავეხმაროთ იმის კიდევ უფრო განვითარებაში. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რაც აუცილებლად უნდა მიუთითოთ ბავშვს და უთხრათ, რომ აი ეს ჯობდა ასე გაგეკეთები, ასე უკეთესი იქნებოდა. მაგრამ ამას ვეუბნებით იმ შინაგანი განწყობით, რომ ჩვენ მისი იმედი გვაქვს, ჩვენ გვაქვს იმედიანი მზერა მომავალში, რომ დღეს თუ მან ეს ვერ შეძლო, აუცილებლად შეძლებს და გამოუვა მომავალში.